მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით დღეს ვნახოთ ჩვენ მისი ფიქრები თქვენზე. აი დილით რო გაიღვიძებთ და რას ფიქრობთ თქვენზე, ხო? ვნახოთ ჯერ სიგნიფიკაცია თქვენ რა ენერგიაში ხართ, ვნახოთ თქვენ რას ფიქრობთ, ხო და მე უკვე მოკლე გაშლაში ამოვიკითხოთ მისი ფიქრებიც თქვენზე. ვნახოთ ახლა თქვენ რა ენერგიაში მყავთ. Так, ვისთვის. თქვენ რაღაც ძალიან გაბრაზებული ხართ, რა ხდება? ანუ როგორი მომენტი გაქვთ, იცით, ახლა ხართ, აი შეიძლება ესეთ ენერგიაში, როცა მე ჩემ თავს ვიბრძვე, მე არ ვიცი რა არჩევანი გავაკეთო. იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ხო მაგაზე ვიკითხებით ჩვენ თქვენს პარტნიორზე, შეიძლება თქვენ ანუ აქ როგორი თემა იცით, არ ვიცი მჭირდება არ ჭირდება ზოგი აი თქვათ მეგობრებს ხვდები თქვათ გადაერთეთ სხვა თემებზე რომ არ გინდათ რა, ვერ ვეტყვი აქ რომ თქვენი ფიქრები არის აქ რაღაც სასწაული. გარეთ გავედი, მეთქი გავახარო, გარეთ გადავიღო და მოფრენავს თქვენი პარტნიორი, მგონი თითფრენავით, ხო? დაველოდოთ. ვიღაცასთან მოფრინავს გოგოებო და ახეთ წართ აეროპორტში. კი ხართ გაბრაზებული, ხო? ვნახოთ ახლა მისი ფიქრები თქვენ, ცოტა აი რო გითხრათ რომ ძალიან დიდ მოლოდინში ხართ, არა მგონია რა. პირიქით, შეიძლება კიდე ერთი მომენტი ვიღაცისთვის იქნება, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ და ცდილობთ რომ მაქსიმალურად მეგობრებთან გაატაროთ დრო, რომ აი ეს თქვენი გაბრაზება რომ წავიდეს. ვნახოთ ის რას ფიქრობს თქვენზე, მისი ფიქრები თქვენზე. დღეს დილით რო გაიღვიძ რას ფიქრობს იმპერატორი, მე მგონი თავის თავზე უფრო ფიქრობს. ანუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, ეს რას ფიქრობს ვიზახეთ თქვენზე, მაგრამ ეს ადამიანი მოვიდა ენა მომიტანა, რომ მე ვარ ასეთი მაგარი ძვირფასი მამაკაცი, მე ასეთი უნაკლო პიროვნება ვარ. და ნამდვილად ვარ, როგორ იცით, რომ აი გული მტკივა, გული ძალიან მტკივა, იმიტომ რომ მე არ რაღაც მოლოდინში არის, იცით, შეიძლება თქვენ არ დააფასეთ ეს, როგორც ასეთი უძლიერესი, უმაგრესი მამაკაცი, შეიძლება ეს ელოდებოდა თქვენგან რამეს, მაგრამ თქვენ არანაირად არ მოქმედეთ, თქვენ არანაირად არაფერი არ მიწერეთ შეიძლება, ხო? და ამიტომ ეს ადამიანი ის რომ აი რატო რანაირად დაველოდო, მაგრამ თავის თავზე აქ ძალიან ფოტოშოპში ძალიან დიდი წარმოდგენა და რატომღაც ფიქრობს რომ კი, რომ ანუ კომუნიკაცია უნდა, რა თქმა უნდა, გული წყდება. შეიძლება კიდე აქ ერთი მომენტი, რომ ეს ფიქრობს რომ დრო დავკარგებ. თუ ეს ადამიანი დიდი ხანია არ ჩანს თქვენ სივრცეში, აი დიდი ხნის პაუზა გაქვთ თქვენ, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ამას გული წყდება, რომ ეს დრო დაკარგა. იმიტომ რომ კომუნიკაცია უნდა თქვენთან. ვინ ახართ თქვენ მისთვის? მოდით ვნახოთ ახლა. ვინ ახართ თქვენ მისთვის? ანუ თქვენ ხართ როგორ იცით, მისთვის ხართ, აი გოგო შეიძლება ხართ, ეხლა პრინციპში არ გამიკვირდება, რომ აქ ვეკითხებთ თქვენზე ფიქრი, მაგრამ აქ მოდის იმპერატორის და ამ პლუს კიდე აქ ვერთხების მეფე, შეიძლება თქვენ ხართ ეხლა მამაკაც ენერგიაში, ანუ თან ვერთხების მეფე, რომელიც აი კარგად ვარ, ანუ მებრძოლე ტიპია, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ნებდება, ადამიანი, რომელიც უფრო მაგარია. ეხლა ნახეთ, თუ თქვენ ეხლა ამასთან ხართ ერთი და იგივე აი კაცის ენერგიაში, ნახეთ, აქ შეიძლება იყოს აი ეს მომენტი, როცა ეჯიბრებით ერთმანეთს რა, ხშირ შემთხვევაში არის, თქვა დაუშვათ პრობლემა ურთიერთობაში, როცა ქალი დგება კაცის პოზიციაში და ეჯიბრება, ანუ მე ყველაფერი თვითონ შემიძლია, შენ თუ არ მეყოლები 100 წელი არ მჭირდება, მე ისედაც მშვენივრად კარგად ვარ, ყველაფერი მაქვს ძალიან კარგად, აი ძალიანაც, აი თუ რამე პრობლემა იქნება და თუ რამე დაბრყოლება მექნება, მე მაქსიმალურად ყველაფერს გავუძლებ. ხა რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ვთვლის თავის თავს, რომ მე მას რაში ვჭირდები, მე მაგას ყველაფერი თვითონ შეუძლია გააკეთო. ანუ ამ შემთხვევაში კი გასაგები იქნება ამისი პოზიცია თუ აი ასე რომ წუწუნებს, იმიტომ რომ ეს უკვე ამართებს ამის წუწუნს, იმიტომ რომ თქვენ თუ მთლიანად პასუხისმგებლობას იღებთ, თქვენ თუ აი ესეთ პოზიციაში ხართ მე თვითონ, მაგ შემთხვევაში
კაცისთვის ძალიან ძნელია, ძალიან რთულია ქალთან ურთიერთობა, იმიტომ რომ კაც უნდა რომ იყოს საჭირო, კაც უნდა რომ იყოს თქვათ, მისი მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ და კი შეიძლება თქვენ მითხრათ რომ მაშინ აიღოს ეს პასუხისმგებლობა ვინ არ აძლევს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ თვითონ ხა რა თქმა უნდა რომ დავინახავთ ხოლმე რომ კაცი ცოტათი მაინც არ მოქმედებს და ჩვენ ხო ჩქარა გვინდა ყველაფერი გოგოებს, ჩვენ ვიღებთ ინიციატივას ჩვენს ხელში და ამით ჩვენ არ ვაძლევთ ამ მამაკაცებს იმის საშუალებას რომ რამე გააკეთონ, რამე იმოქმედონ, ასე რომ ვთქვათ, ხო და მე ჩვენ თვითონ მაგით ახლა ვიჩაგრებით, ასე რომ ვთქვათ. კარგით, მაშინ ნახოთ ახლა კიდე რას ფიქრობს ეს თქვენზე, კიდე ერთ კითხვა ერთხელაც ვკითხოთ, ახლა რას ფიქრობს ეს თქვენზე კიდე, ნახოთ. აქ როგორი მომენტი არის, იცით, ამას რას ფიქრობს და უნდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოდის, თქვენ მაგას თითქოს გადაუჭერეთ მთელი გზა. რატო ფიქრობ მასე? აღარ ვენატრებიო მე მაგასო, ჩემთან საუბარიც არ უნდა. მე კი სიამოვნებით მოვალ მაგასთან და ვიქნები ეთყობა თქვენ როგორი ქალი ხართ, იცით? ქალი, რომელიც ყველანაირად უქმნივდა ამ ადამიანს პირობებს, აბსოლუტურად ყველანაირ პირობებს, აი გიყვარდათ კიდევაც, კომფორტის ზონაში წავდა და აი სიამოვნებით მოვიდო და სიამოვნებით ჩამოვიდო თქვენთან. მაგას გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მაგრამ ვერ მოქმედებს, იმიტომ რომ არ იცის თქვენ ჩუმადზი ხართ, თქვენ მაგას არ აძლევთ ამ საშუალებას, რომ თქვათ ახლა, არ წერთ რა, აქ რატომღაც ელოდება თქვენგან, კი. და ამიტომ ეწინ, კი, თავის თავთან აქ დრო, ძალიან ბევრი დრო გავიდა, იცით? ძალიან ბევრი დრო გავიდა და ეს ფიქრობს, რომ მე მაგას არ მჭირდები. შინაგანად მიდის მისი ბრძოლა მასში და მოდით მაშინ ვკითხოთ, უნდა მიწეროთ თქვენ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ. რა უნდა გააკეთოთ თქვენ. აქ როგორ არის, იცით? თქვენ პრინციპში რომ გითხრათ რომ დაუშვათ, მიდი მიწერეთ, თქვენ მაგას არ იზავთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე ხართ როგორ პოზიციაში. მე ვარ იმპერატრიცა, მე ვარ ყველაფრის ღირსი კარგის და მაგას თუ ძალიან უნდა დაბრუნება, ადგეს და თვითონ რამე გააკეთოს და თქვენ ნამდვილად აქ არც იზავთ არაფერს, არც არის ფიქრობს, არა. ეს თქვენთვის უკვე არის, ეს გაკვეთილი თქვენ უკვე გამოვლილი გაქვთ და ნამდვილად თქვენ აქ არ იზავთ. აი თუ მართლა ჯვარი წერია და რაღაცა ახლა ადამიანი მართლა თუ ვერ გაიგეთ რომ ავათარის და კვდება, შეიძლება რაღაცა იზავთ, რომ სხვა შემთხვევაში. არა მგონია. არა მგონია, აქ საერთოდ შემიძლია გითხრათ, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ვაფშე მაღალი ძალებს სხვა ურთიერთობა შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ აქ თქვენ უფრო გადართული ხართ რაღაც თქვენზე, თქვენ მე მინდა ვიყო კარგად, მე. აი ეგეთი პოზიცია, მე უნდა ვიყო კარგად პირველ რიგში. ყველაფერი თუ რამე არის მიწიერი, გართობები და ყველაფერი თქვენ გინდათ ნამდვილად რომ თქვენ იყოთ კარგად. პრინციპში ცუდი პოზიცია ნამდვილად არ არის. ადამიანი გავარკვიეთ ფიქრობს, უნდა მოსვლა, მაგრამ ვერ მოდის, იმიტომ რომ თქვენგან არ იცის გინდათ თუ არ გინდათ, მაგრამ თქვენ პოზიცია გაქვთ ისეთი, რომ ნამდვილად რო გითხრათ ახლა ძალიან ოცნებობთ მაგის მიღებაზე, მე ეს ვერ დავინახეთ ჩემო ლამაზებო, აი ასეთი გაშლა იყო დღევანდელი, გელოდებით კომენტარებში.